მოგესალმებით. თქვენ უყურებთ გადაცემა ბიბლიოთეკას. დღევანდელ გადაცემას სტუმართან ერთად წარმოგიდგენთ. სტუმართან, რომელიც უკვე ნამყოფია ამ სტუდიაში და იმ კრებულზეც, იმ წიგნზეც უკვე გვისაუბრია, რომელიც დღეს უნდა წარმოგვიდგინოს, მაგრამ მაშინ ეს კრებული ჯერ კიდევ არ არსებობდა წიგნის სახით და აი ახლა დაიბადა პოეტური კრებული თბილისის დროით, რომელიც პოეტსა და ექიმს და ძალიან საინტერესოდ მოსაუბრეს სტუმარს მაგდა ჩხარტიშვილს ეკუთვნის და მოხარული ვარ წარმოგიდგინოთ მაგდა დღევანდელ გადაცემა ბიბლიოთეკაში. მოგესალმები მაგდა. მოგესალმებით მარი, ძალიან მიხარია. მეც ძალიან მიხარია და გილოცავთ პირველ რიგში წიგნის გამოცემას. ეს შემოქმედის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ამბავია და წარმომიდგენია როგორ ემოციებთან არის დაკავშირებული. დიდი მადლობა. თქვენ სხვა შეიძლება ესე ბოლომდე ვერ მიხვდეს ამ ყველაფერს და ზუსტად ვიცი თქვენი შეხედულება ამ პროცესთან მიმართებაში და მადლობა ასეთი გულისხმიერი დამოკიდებულებისთვის ამ ფაქტთან. მაგდა რა მე რამდენი კრებულია ეს? ეს არის ჩემი მეორე კრებული. პირველი იყო ონლაინ ბედნიერება, რომელიც 2017 წელს გამოიცა. და ეს იყო ესეთი გააზრებული, წინასწარ დაგეგმილი შეხვედრა მკითხველთან და ბევრად უფრო საპასუხისმგებლო მინდა გითხრათ. რადგან პირველი, ეს იყო უფრო საპასუხისმგებლო, იმიტომ რომ აქ უკვე რაღაც გააზრებული ნაბიჯები იყო, განსაკუთრებული დამოკიდებულება და მოლოდინი და ამაზე ძალიან ვღელავდი შინაგანად და ასე რომ მადლიერი ვარ. მაგდა რა ასაკიდან დაიწყე ლექსების წერა? პოეტად როდიდან აიდენტიფიცირებ თავს რა ასაკიდან? იცით რა არის მარი? ხშირად ვამბობ, არ მინდა ზედმეტად თავმდაბლობაში ჩამეთვალოს, მაგრამ სიტყვა პოეტი იმდენად რაღაც ღრმა ფენომენია, ხშირად ვარიდებ ხოლმე თავს. უბრალოდ ლექსის მწერალს ვეძახი ხოლმე და ლექსების წერა ალბათ იმ რითმებით თამაში, რასაც ჩვენ პირველ სტროფებით აკინძვას გულისხმობთ, ბავშვობიდან, სადღაც 6-7 წლიდან დავიწყე, ჩემთვის რაღაცებს წერდი ხოლმე. მე ძალიან ადრეული ასაკიდან და აი მაყურებლის თვალისთვის, მკითხველის თვალისთვის როდიდან მოხდა ეს ამბავი? იცით რა არის? აი პირველად სოციალური პლატფორმების საშუალებით და შემდგომ უკვე ძალიან ვიწრო წრეში მეგობრების და ამ ყველაფერმა იმდენად დიდი უკავშირი გამოიწვია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შემოქმედისთვის, შემოქმედს ჩემ თავს არ დავარქმევ ამ ეტაპზე, რასაც გულისხმობ იმას, რომ ადამიანი, რომელიც ლექსებს წერს, ჩემთვის პირადად ძალიან დიდი ემოცია იყო, როდესაც ადამიანები გარკვეულ დროს მithმობდნენ, აი ამ რუტინულ ეპოქაში ვიღაცას სადღაც შენი ნაწერი იმდენად აერთიანებს შენთან, ან აახლოებს, ან მოსწონს, ან თუნდაც დროს გითმობს. სულ აღნიშნავ, ეს იყო ყველაზე დიდი აპლოდისმენტი, რაც შეიძლება ადამიანმა, მწერალმა, პოეტმა მოისმინოს. ძალიან ისეთ ხალხმრავალ გარემოში ჩაიარა ამ წიგნის წარდგენამ. ალბათ შეფასებებიც იყო უკვე, ხო? როგორი რა ტიპის შეფასებები მოისმინე უკვე კრებულთან მიმართებაში? იცით რა იყო? ძალიან ისეთი კითხვა არის, მადლობა მარი. უბრალოდ მართლა ბათუმი ჩემთვის ძალიან ახლობელ ქალაქად იქცა. გამომდინარე იქიდან, რომ წიგნს თბილისის დროით თქვია. კი, ამაზეც მინდოდა მე. ვისაუბრებთ ამაზე, კი ბატონო, მაგრამ ეს არის საქართველოს დროით და ბათუმში ამ წიგნის წარდგენას ძალიან დიდი მოლოდინი ჰქონდა ჩემი კოლეგების, მეგობრების მხრიდან და მეც რაღაცნაირად ველოდი მათთან შეხვედრას. არ შემიძლია არ აღვნიშნო ბათუმის მწერალთა სახლის როლი, ქალბატონ ლალი კონცელიძე, რომელსაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ხოლმე ყოველთვის, დაამთხვია ეს თარიღი ჩემი დაბადების დღეს და მართლა დღესასწაული მოეწყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დადებითი ლამაზი ფრაგმენტი შევიძინე ჩემს სულიერებაში, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება და მართლა ხალხმრავლობა იყო. ეს იყო ყველაზე დიდი რამ, რაც შეიძლებოდა მიმეღო და ყველა ადამიანის მადლიერი ვარ. იყო ძალიან ბევრი ყვავილი, ძალიან ბევრი სიხარულის ცრემლი, ძალიან დიდი სიახლოვე, რომელიც იგრძნობოდა. მე არა ვარ მსახიობი, არც ესეთი რაღაცა საზოგადო მოღვაწეობის პრეტენზია არ მაქვს და ჩემი საღამო ესე ამ სიტყვებით დავიწყე, რომ მე ვარ არავის არავინ თქვენს წინაშე, ბათუმელიც კი არა ვარ და აი ამ საოცარი სითბოს მქონე ქალაქმა, აი ამ ხალხმა იმხელა მორევი შექმნა სიყვარულის, რომ რეალურად სხვა გზა არა გაქვს გარდა იმისა, რომ გულწრფელად არ ილაპარაკო.
და არ ილაპარაკო იმაზე, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვაკლია. უბრალოდ რაც შეგვიძლია, რომ ძალიან გვიყვარდეს ერთმანეთი. კარგი სიტყვებია. რამდენი წელია რაც ბათუმში? ბათუმში ვარ უკვე 14 წელია. კი, რომ ჩამოვედი, მარტო ის ვიცოდი სხვა რომელ მხარეს იყო. ეხლა უკვე ქუჩაში რომ მიდიხარ, ალბათ დამეთანხმები ამაში, იგივე გრძნობა გექნება. ყველა მეორე შენი ახლობელია და არ არსებობს ადამიანი, რომელსაც შეხედავ და არ იცნობ ან რამე არ გაკავშირებდეს და სიყვარულის ქალაქად იქცა. კი, ნამდვილად. ძალიან თბილი ქალაქია. მაგდა რატომ ქვია თბილისის დროით? მოვედი ამ კითხვამდე. ხო, მოკლედ ამ თემაზე ძალიან დიდხანს შემიძლია ვისაუბრო. იმიტომ რომ აქ მარტო სათაურში არ ერთიანდება რომელიმე კონკრეტული ქალაქი. თუმცა წიგნსაც გაჩვენებთ, წინა გადაცემებშიც მქონდა. წიგნის გარეკანზე არის ფრაგმენტი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, რომელიც ასახავს ადგილს, საიდანაც ჩემი ბავშვობა იცქირებოდა და კიდევ და კიდევ მადლობა ჩემს ზუკა გომართელს, რომელმაც ეს კადრი სამუდამო სახსევრად დამიტოვა. თბილისის დროით, ანუ იგივე სიყვარულის დროით, საქართველოს დროით, განსაკუთრებით მაშინ საქართველოს დროით, როცა შორს ხარ ამ ყველაფრისგან. აი ამ ყველაფრის ნაზრევი ერთად ამ გრძნობის და რაღაცეების კიდე, რასაც ბოლომდე ვერ ამბობ ალბათ ადამიანი. ყველაფერი ერთად შევეცადე, რომ ამ სათაურში მომექცია. მე ერთ დღეს ისე მოხდა, რომ დაიბადა ლექსი ამ სახელწოდებით თბილისის დროით და შესაბამისად გადავწყვიტე, რომ წიგნისთვისაც ეს დამერქმია. თვითონ იპოვა სახელი წიგნმა, ბევრი ფიქრის დროც არ იყო და ყველაფერი მოექცა ამ სახელქვეშ. ჩემი დამოკიდებულება თბილისთან მიმართებაში იმ ადამიანებთან, რომლებიც იქ მეგულებიან და ამ დროით დღემდე ჩემთან არიან და მთელი ეს სასიყვარულო გარემოცვა ადამიანების, გრძნობების, განცდების და იმ წლების, რომლებიც მაკავშირებს. ძალიან კარგი. რამდენი ლექსი შედის სულ კრებულში? იცით რა, არ დამიტყვია, თუმცა მოცულობითი წიგნია. ხო, სუყეთ გამოიყურება. ხო, ანუ რაღაცა ბოლო პერიოდის ლექსებია. რამდენი წელი თუ რა პერიოდი, რა პერიოდს მოიცავს? 4 წლის ლექსებია. ანუ გადავწყვიტე, რომ რაღაცა ესე რანდომულად გადამელაგებინა, ასე ვთქვათ და თემატური ბმა არ არის, ხო? ანუ უბრალოდ რაღაც პერიოდია, კი. თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში არის გარკვეული მიმდინარეობითი ლექსები. არის როგორც ძირითადად სატრფიალო პოეზია ამ შემთხვევაში, არის იქ რელიგიური თემატიკაც და ასე შემდეგ. მინდოდა რომ მრავალფეროვანი ყოფილიყო ყველა ტიპის მკითხველისთვის. კი ბატონო. მაგდა აი უკვე 2 კრებული გაქვს. როგორ უყურებ ახლა პირველ კრებულს? აი მეორე კრებულის გამოსვლა ცოტა ხომ აფერ მკრთალებს, თქვათ, სიყვარულს და გრძნობებს პირველი კრებულის მიმართ. იცი რა არის, მარი? იმ კრიტიკული ხომ არ ხდები უფრო? ძალიან. ხო, აი, ეხლა რომ ვუყურებ, ზოგადად არ მიყვარს ხოლმე განცდების გაკრიტიკება. პირველ კრებულს აღვიქვამ ძალიან კარგ დაბადებად და ძალიან კარგ ნაბიჯად ჩემს ცხოვრებაში. თუმცა ამ გადასახედიდან კრიტიკული ვარ გარკვეული საკითხების მიმართ. მაგრამ მაინც ვთვლი, რომ შენ საიდანაც იზრდები, აუცილებლად ათვლის წერტილი უნდა დაუტოვო საკუთარ თავს და მე ვფიქრობ, რომ არა ონლაინ ბედნიერება დღეს ბევრად უფრო ნაკლებად განვითარდებოდი და ბევრად უფრო სხვაგვარად წავიდოდი ამ მიმართულებით. თუმცა პოეზიას ისეთი ესტაფეტა აქვს, რომ არასოდეს გეკითხება არაფერს, იმდენად თავისთავადი ამბავია. პოეზიის მკითხველი ახლაც აქტიურად ხარ? ძალიან. უბრალოდ კი, ეგ არის ჩემი მოთხოვნილება. ხომ არის რომ როგორც აღნიშნე, ხა ექიმი ვარ და ყოველთვის საკუთარ თავს თან ძალიან ცუდი პაციენტი და ყოველთვის საკუთარ თავს რომ ვაიძულებ სითხის მიღებას, იცი რა, ამბავიც არის ამასთან დაკავშირებით და ერთადერთი ვფიქრობ, რომ ნეტა ესე მწყუროდეს წყლის დალევა, როგორც ლექსებია. ეგ ჩვეულებრივი ამბავი, ალბათ ვერ ვიცოცხლებ ამის გარეშე. თუ არის პოეტი, ვისთანაც თქვათ პირადი ურთიერთობა გაკავშირებს და ვისაც აი აკითხებ ხოლმე წინასწარ და ვსთხოვ რომ გაგაკრიტიკოს და მისი აზრი შენთვის რაცით გადამწყვეტი შეიძლება. როგორ არა, ძალიან განებივრებული ვარ დიდი პოეტების არსებობით ჩემს ცხოვრებაში.
და ესენი ჩემს სამეგობრო არეალს ქმნიან და მადლიერი ვარ, ესე კონკრეტულად ვერც-ერთს ვერ გამოვყოფ, იმიტომ რომ რამდენიმე ძალიან უახლოესია. ჩემი უახლოესი მეგობარი ასევე არის მაიკო მიქაია, ჩემი წიგნის რედაქტორი და საოცრება არის ამხელა ფუფუნება, როდესაც უდიდესი შინაგანი სამყაროს მქონე ადამიანი, თან შენი მეგობარი არის ლექსების კრებულის რედაქტორი და რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიზიარებ მათ აზრს. განსაკუთრებული ბედნიერება, იცით რა არის, ადრე ბავშვობაში ვერ წარმომედგინა ცოცხალ პოეტებთან ურთიერთობა და ამით ნამდვილად გამანები ვარ ღმერთმა, იმიტომ რომ ძალიან კარგად წერენ და ძალიან დიდი მადლიანი თავისუფალი პოეზიით ვართ გაჯერებულები. ნამდვილად ასეა, ნამდვილად გეთანხმები მაგდა. პროფესია ხელს გიშლის თუ გეხმარება ლექსების წერაში? მეხმარება. ჩემს მეგობრებს დრო-დროის გამონახვა არ ჭირს? არა, აი მეგობრებთან ვსაუბრობ ხშირად, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზ ფერად სამყაროს ქმნიან და სულ ვამბობ, რომ ალბათ ექიმობა რომ არა, ვერც კი წარმომიდგენია, სად შეიძლებოდა ამდენი მადლის მოგროვება ყოველდღიურად და ეს არის ძალა, რომელიც ალბათ თავისთავადად გიბიძგებს ამ სამყაროსკენ. ეს ორივე მხარე ერთმანეთთან სულ საუბრობ, რომ ძალიან მჭიდრო კავშირშია. ყოველ შემთხვევაში, ჩემს ცხოვრებაში, ჩემს შინაგან მდგომარეობაში ასე არის. აჰა, ძალიან კარგი. მაგდა, რაიმე კონკრეტულ მოვლენებს ეხმიანება ხოლმე შენი ცხოვრებიდან შენი პოეზია? აუცილებლად, სხვაგვარად წარმოუდგენელია. ანუ ბევრი მაგდა არის, ხო? ბევრი მაგდა არის, ესე დგები სარკის წინ და რამდენიმე ადამიანი ესეთი იყურება, მაგრამ ამ რამდენიმე ადამიანს ერთი საერთო აქვს, ის არასოდეს არ იტყუება კითხველის წინაშე. მაინტერესებს რედაქტორთან მუშაობის პროცესი როგორი არის ხოლმე და საერთოდ როგორ რეაგირებ თქვათ რჩევაზე, კრიტიკაზე? ეს ალბათ რთული იქნება, როდესაც მართლა სისხლი გაქვს გამოწურული რაღაცის შესაქმნელად, ხო? და როგორ გიჭირს? არა, აღნიშნე კიდევაც აღნიშნე ის ფაქტი. დიდი ფუფუნებაა, კი, აღნიშნე. უბრალოდ როგორ მიდიხართ ხოლმე რაღაც საერთო აზრამდე? და კითხველის კრიტიკაზეც როგორ რეაგირებ, ესეც მაინტერესებს. იცი რა არის, არც კი ვიცი, როგორ შეიძლება დავარქვა კრიტიკა იმას, როდესაც ადამიანი საკუთარ მოსაზრებას გიზიარებს და ამაზე დიდი პატივისცემა არ არსებობს. კი, მეც ამაზრზე ვარ, თუმცა ხო, ასე ვიყურებ, კი, ძალიან მძაფრად აღიქვამენ, ხო? ჯერ თითქოს გთხოვენ, რომ მთელი სიმკაცრით თქვა, ყველაფერი თქვა, რასაც ფიქრობ, მაგრამ შემდეგ უკვე ხო, ვეღარ იღებენ ხოლმე. რა ვიცი, მადლობა ღმერთს, რომ ეს ფაქტი არ არის ჩემთვის რაღაც დამაფიქრებელი. რედაქტორთან მუშაობის პროცესიც გეტყვით, გარდა იმისა, რაც აღნიშნე, რომ მაიკო საოცარი პოეტია და ჩემი მეგობარი, აი ეს გზა აღმოაჩინე თავიდან. შარშან მახსოვს, როდესაც აი ამ აკინძვის პროცესამდე მივედით, აქ იმხელა მოფერება სჭირდება თითოეულ სიტყვას და აუცილებლად უნდა გაგიმართლოს რედაქტორში. ძალიან ძნელია შენს შინაგან მაშინდელ მდგომარეობაში, რომელიც 3-4 წლის ანამნეზით არის, ასე ვთქვათ. დღეს მოვიდეს ადამიანი და რაღაცეები დაგილაგოს. ამას სჭირდება უდიდესი ხელოვნება და მე მართლა გამიმართლა, როგორც გითხარით ამ ყველაფერში. საინტერესოა ძალიან დიდი შრომატევადი, ძალიან ასე ვთქვათ, განსხვავებული ტვირთის მქონე და ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა ეს ყველაფერი. მაგდა, შენ აღნიშნე წეგან რომ პირადად მაგდა ჩხარტიშვილი დიდი დოზით არის წარმოდგენილი შემოქმედებაში, ხო, ამ პოეზიაში. აი თუ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჩაგითვლია, რომ აი ძალიან ბევრი ხომ არ გავეცი და თავი შეგიკავებია, თქვათ, ლექსის გამოქვეყნებისგან. იცით რა არის, მაქვს პერიოდი ძალიან აფეთქების და ეგ ჩემს ხასიათშიც არის. აი მეტისმეტად გულახდილი ხომ არ ვარ ნეტავან, საკუთარ თავზე რაღაც მეტისმეტად ბევრს ხომ არ გავცემ, აი ეს მომენტი თუ არის ხოლმე. იცი, არ დამწერია ლექსი არასდროს და არ ვიცი ეს როგორი პროცესია უბრალოდ. არა, საინტერესო და დამაფიქრებელი კითხვა არის, ხა რაც მითხარით, მაგრამ ერთადერთი რაც შეიძლება გავიხსენო ის არის, რომ იგივე სოციალურ პლატფორმაზე თუ რამდენიმე ხანი ვჩერდები. ზუსტად ეს მომენტია, რომ აი სადაც ამდენი პოეტი ცხოვრობს. მოდი ცოტა ხანი
გავჩერდე რა და ეს ჩემი ემოციები რაღაც ჩემთვის შევინახო და დავწერო თქვა და არ გამოვაქვეყნო. რამდენიმე მეგობრის წერილი მომდის ხოლმე, რატომ არაფერს დებ? ხომ შეგიძლია ნუ თუ არაფერი არ გაქვს, ძველი მაინც გააზიარე და მე თავიდან ვიწყებ იმ მომენტს რომ მოდი რა, სანამ ყველაფერი ეს სიყვარული ოხრად დაგრჩა, მოდი დაარიგე. ხო, თუ კი რამე შემიძლია ამ ხრივ და ემოციების თმენა იმდენად საზიანოა. ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ არის დასათმენი და თუ კი ეს ემოცია მოვიდა რაღაცა გულს დაატყდა თავს, მერე სიტყვებად გადაიქცა და ასე რაღაცა ზღაპრულად მერე გადმოვიდა ოქროსფერი ასოებით. იყოს ხო, რატომაც არა. თავარია გულწრფელობა იყოს და ყველაფერი დალაგდება. აი ამ ამოხეთქილს შემდეგ ხშირად უბრუნდები და ასწორებ სანამ გამოვაქვეყნებ. ხო, აი ეს ძალიან მაინტერესებდა ყოველთვის, იმიტომ რომ სულ წარმომდგენია, რომ პროზის შემთხვევაში ალბათ ცოტა სხვაგვარად ხდება და მრავალჯერ უბრუნდება ავტორი და აი სულ მგონია ხოლმე, რომ პოეტი ნაკლებად, იმიტომ რომ თითქოს უეცარი ეს იმპრესია არის, რასაც უცებ და წერა შთაბეჭდილებას და ხო, აი ძალიან კარგად დამანახე ეგ რაღაცა და მიხარია რომ კითხველი ზოგჯერ ამ ყველაფერს ასე გრძნობს. არასდროს უკან არ ვუბრუნდები. თუმცა, როდესაც პროზის რაღაცა ამონარიდებსაც ვწერ ხოლმე და პატარა ნოველების სახით მაქვს და ბევრჯერ დავბრუნებული ვარ და ესე დამიკორექტირებია საკუთარი ნაზრები. არასდროს პოეზიაში ეს არ მაქვს და მაგ შემთხვევაში მაგას უკვე რედაქტორი აკეთებს. იქ ამ ჩვენ ზღაპრულ ქართულს იმდენი ბმა აქვს და ისეთი საოცარი შტრიხები აქვს, სიტყვის ხელოვანი უნდა იყო უპირველესად, რომ თავიდანვე ამაზე იფიქრო. თუმცა სულ ვიტყვი, რომ პოეზია ფრთებია. არასდროს არ ეშვება და ისე გატრიალებს, როგორც მას უნდა ამ შემთხვევაში. რაღაცა ზიარჭურჭლის ფუნქცია გაქვს შეთავსებული. ზუსტად. ეს არის. ცხოვრებაში გეხმარება? მე ძალიან მეხმარება. მჭიდრო კავშირი. მეხმარება და ამ ბოლო დროს აღმოვაჩინე, როგორც ექიმი სულ ამას ვამბობ ჩემს თავთან. ლექსებმა ბევრი რამისგან გადამარჩინეს და ეს ცოტა იუმორისტულად რაოდენ ესეთი საკრალურიც არ უნდა იყოს, ლექსი ინსულტისგან იცავს თქო ვამბობ და იმიტომ რომ ის დამტყდარი ენერგია, ის ემოცია რაც არის, გინდა თუ არ გინდა, ფოთლის ჩამოვარდნაც რომ ტახიკარდიას იწვევს, ეხა ესეთი შინაგანი მოწყობის როცა ხარ ადამიანი, ამას ვერ გაექცევ, მას არაფერი არ შველის. ყველა დამეთანხმება, ვისაც ოდნავ შეხება აქვს პოეზიასთან, რაოდენ საოცარია ის შინაგანი ხმა, ის შეგრძნებები, რაც თან დაგდევს. ასე ცხოვრობ, ასე დაიბადე და ჩვეულებრივად აგრძელებ. უხილავი ცხოვრება მიდის. ხო, ეს პარალელურად ერთ სამყაროში შეიძლება იყოს რამდენიმე ადამიანი. განცდის თვალსაზრისით გულისხმობ. თუმცა ეს ყველაფერი მე შენში იყრის თავს და ზუსტად ის ხარ, ვინც გვხვდება იმ წიგნში, რომ გადაფურცლავ. და პოეზიის კითხვა გეხმარება ცხოვრების სირთულეებთან გამყარებაში? ყოველთვის მეხმარებოდა და ვიხსენებ იმ ამბავს, რომ მე და დედა როცა ერთად ცხოვრობდით, მამა 2 წლის ვიყავი, დაიღუპა კატასტროფით და დავრჩით მე და დედა და ჩემს ძალიან უყვარდა პოეზია და ჩვენ სასტუმალთან ელაგა ლადო ასათიანი, მირზა გელოვანი, გალაქტიონი და ჩვენ ვიცოდით რომ მარტო არ ვიყავით. და აი ამ დედამ შეგაყვარა. დედამ შემაყვარა და რამდენჯერმე მithქვამს რომ რას მერჩოდი დედა რა გინდოდა. თუმცა მადლიერი ვარ მისი. ისეთი სამყარო შეიქმნა ამ ყველაფრით ჩემს ცხოვრებაში, სადაც ნებისმიერი გასაჭირის ჟამს შეგიძლია შეაფარო. შეაფარო ეს რა მნიშვნელოვანია. ხო, ჩემი ერთ-ერთი შესაჟურიანი მეგობარი ამბობს ხოლმე, ცნობილი პოეტი, სჯობს არაფერი გაგაჩნდეს და სამყარო გქონდეს და მოკლედ ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ამ ცხოვრებაში. ძალიან კარგი. მაგდა, რაიმე საყვარელი მონარიც თუ წაუკითხავ ჩვენს მაყურებელს თუ შეიძლება. აი, რა ვიცი, ხო, ნახოთ, რაზეც გადაგვეშლება. აი, იყოს ეს. წავიკითხავ. პასუხის გაცემაც არის თქვენს კითხვებთან მარი. მე დავიბადე სიყვარულზე შეყვარებული. უსიყვარულოდ სიცოცხლე ხომ არაფერია. რეკავენ ზარებს, მივაბიჯებ ეშაფოტისკენ. და სიყვარული ჩემი ბოლო განაჩენია. ნუ რას დროს მკითხავთ, ვისზე წერდი ან ვისთვის რას წერ. მხოლოდ რითმებით თამაშია დღეს ჩემი ბოდვა.
მე მიყვარს სიტყვა გულიდან რომ ღმერთამდე აღწევს და სიყვარულის შეყვარება მედება ცოდვად კვლავ მიყვარს ზეცა გახელილი ლურჯი თვალებით საკუთარ სურვილს საჰაერო ბუშტივით მივდევ მე შემიყვარდა სიყვარულით გაჩენის დღიდან და ვინც მიყვარდით 100 ჯერ მეტად მიყვარხართ კიდე ძალიან დიდი მადლობა მაგდა მადლობა თქვენ უღრმესი მადლობა მიხარია რომ წაგვიკითხე და მოვისმინე და ალბათ მაყურებელიც მადლობას გადაგიხდის მაგდა მახსოვს წინა გადაცემაში როდესაც სტუმრად იყავი ჩვენთან თქვი რომ პროზაშიც უნდა სცადო ბედი და ახლაც ახსენე რომ მინიატურებს და ისეთ მცირე პროზაულ ნაწარმოებებს წერ ამ კუთხითაც მაინტერესებს რა ხდება შენს შემოქმედებით ცხოვრებაში იცი რა არის მარი ეს დავიწყე სადღაც 7 წლის წინ პატარა ნოველები ასეთი სახელით ღვთისშვილები არის ჩემს ცხოვრებაში შემოჭრილი არსებული ესე ვთქვათ გაელვებული ადამიანების ცხოვრების ქრონიკები სხვათა შორის ძალიან საინტერესო საკითხავია მაგრამ გამომდინარე იქედან რომ პროზას როდესაც წერ ამას დაჯდომა რაღაცა მომზადება და ემოციების გადმოლაგება სჭირდება აქედან გამომდინარე ცოტა ხნით გავაჩერე თუმცა აუცილებლად დავუბრუნდები მაქვს პერიოდი როდესაც მინდა თუმცა ისეთი ქარტეხილები არის ხოლმე ბოლო პერიოდში რაღაცა ემოციური მღელვარების თუ ასე შემდეგ აი პოეზია ისე საშველად მოდის რომ პროზის საწერ დროს არ მიტოვებს მის კი იქ უფრო მირჩევნია და ამიტომ იქ უფრო მარტივია ყოფნა რას იპოვის მკითხველი შენს პოეზიაში ისეც რასაც სხვაგან ვერ იპოვის ან აქამდე ვერ უპოვია როგორ შეიძლება ისეთ პოეზიას ვქმნიდე, რაც აქამდე არსად ყოფილა. ძალიან დამაფიქრებელი კითხვაა. უკეთესი არ მიგულისხმია. ხო და მაგას ვფიქრობ, რომ სწორი პასუხი როგორ გაქცევ. შვილისას რას იპოვის? ერთადერთი რაც შემიძლია უთხრა ჩემს მკითხველს, რომ აქ იპოვის ნამდვილ გულწრფელ დამოკიდებულებას სამყაროში ყველაზე დიდი გრძნობის სიყვარულის მიმართ. ნებისმიერ აი არაჩვეულებრივი პასუხია. აი ასეთი რამის მოსმენა მინდა. განსაკუთრებული შეიძლება ვერ დავარქვათ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ყველა ჭეშმარიტი პოეზია ზუსტად აქეთკენ მიდის, მაგრამ იმდენად საინტერესო იყო როგორც ავტორისთვის ეს კითხვა ჩემთვის. მეც დავფიქრდები ხოლმე, მე თვითონ როგორც რიგითი მკითხველი რომ ავიღო რას ვიპოვი. ალბათ ამას და საერთოდ იმას პოულობ ზოგჯერ რაც შენ იმ წუთას გჭირდება. პოეზია არ არის განსაკუთრებული ასე ვთქვათ მიმართულება, სადაც შეგიძლია მიხვიდე, როგორც პროზას ვეცნობით, აი რაღაც მომინდა და ვთქვათ წავიკითხე ბორხესი, წავიკითხე რაღაცა იგივე სარტრი ამ ეტაპზე აქ არიცი რა გინდა, უბრალოდ იღებ ლექსებს და იქ შენ რა დაგხვდება არიცი. და თუ ის დაგხვდა რაც შენ გინდა და რამაც ეს გადაგაწყვეტინა პოეზიის კითხვა, მაშინ გაგიმართლა. აი ძალიან ლამაზი პასუხია. მადლობა. დაახლოებით ასეც ველოდი სწორედ და სულ ბოლო კითხვა მაქვს, როგორ ფიქრობ, დაიბადება თუ არა მესამე კრებული? კი, აუცილებლად ხო? მიხარია და იმედი მაქვს, რომ ამ მესამე კრებულითაც გვესტუმრები გადაცემაში. დიდი მადლობა ქალბატონო მარი, მიხარია თქვენი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ. ძალიან მიხარია რომ დრო დაგვითმეთ და დრო დაუთმეთ ჩვენს მაყურებელს. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. დაგემშვიდობებით თქვენ უყურებდით გადაცემა ბიბლიოთეკას. მომავალ შეხვედრამდე.